მეგობრებო, მე ლუკა სტომაშვილი. დიდი ხნის შემდგომ გავაგრძელებ ესპანური ენის გაკვეთილების ჩაწერას. დღეს 53 გაკვეთილი იქნება. დღევანდელ გაკვეთილს დავარქვევდი ზოგად მიმოხილვას გავლილი 42 გაკვეთილის და იმ ლაივების, რომლებიც თქვენ გაქვთ და შეგიძლიათ უყუროთ. მოკლედ, აქამდე 6 დრო იყო განხილული პრეტეტო იმპერფექტოს ჩათვლით, მაგრამ მოდი ერთ პატარა სქემას აგიხსნით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ დღეს პირველი დავიწყებ ესპანური ენის ბაზის გაგება, როგორ უნდა გავიგოთ ესპანური ენის ბაზა. მოდი დავიწყოთ. რიგში იმისთვის, რომ ესპანური ენის ბაზა გავიგოთ, აუცილებელია პირველ რიგში გავიგოთ არტიკლები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს 3 ტიპის არტიკლი: განსაზღვრული, განუსაზღვრელი და ნეიტრალური. როდესაც ვსაუბრობთ განსაზღვრულ არტიკლებზე, აუცილებელია არსებითი სახელი, ანუ არსებითი სახელი იყოს დაკონკრეტებული და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ მექანიზმს des plus l-ის შეერთება. რატო არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ? იმიტომ რომ ჩვენ როცა გვინდა რაღაცას მივანიჭოთ კუთვნება, აქ სულიერი არაფერი არ უნდა იყოს, არსებითი სახელი უნდა იყოს უსულო. მაგათი უნდა ვთქვათ, მაგათი ეს მანქანა არის გიორგისი, ლუკასი, ან ასე შემდეგ, მაგათი ეს კოჩი ეს ლუკა, მაგრამ აუცილებელია განსხვავება ვნახოთ განუსაზღვრელ არტიკლთან მიმართებაში, რომელიც ასე 4 ფორმისგან შედგება: უნა, უნოს, უნას და მისი მთავარი ფუნქციაა, რომ არსებითი სახელი არ დააკონკრეტოს, მეგობრებო, მინდა სწორად გაიგოთ ეს, იქ თუ კონკრეტდებოდა, აქ არ დააკონკრეტოს, აქ დელი აღარ გამოიყენება, მაგალითად, este coche este es un coche, ეს არის მანქანა, esta es una casa. ასევე ლუკას ოქროს წესი და ბრილიანტის, რომელიც იცით ჩემ მოსწავლეებმა, რომ ყოველთვის მამრობითი მიდის მამრობით სქესთან, დედრობითი მდედრობითან სქესებით იცვლება, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ნეიტრალურ არტიკლს, მართალია, ჩემ წიგნში ბევრი გაეცნო უკვე და იცით, რომ გზესტყვა მოკლედ თითქმის მეთოდია, მაგრამ რეალურად ეს არის ტაუტოლოგია, ანუ მარტივად რო ვთქვათ, როცა გვინდა მაგალითად რაღაცა მოკლედ ვთქვათ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ეს გვიადვილებს ჩვენ ენას უფრო უკეთ რო გავიგოთ. აი მაგალითად, yo compro la casa. ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ la casa-ზე, ანუ კასა მდედრობითია და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევცვალოთ la casa და ვთქვათ მოკლედ. Რაღაც მდედრობითია ვიტყვი yo la compro. ანუ თუ მე მინდა მამრობითში ვთქვა, მაგალითად yo compro el coche, მე მყიდულობ მანქანას, presente simple და modo indicativo-ში, მაშინ ეს იქნება, ესე იგი yo lo compro, იმიტომ რომ არის მამრობითი. და los კიდევ აქ ორი გამოვლინება, indirectos ფორმა, არაპირდაპირი და პირდაპირი, არაპირდაპირი აქამდე არ ამიხსნია, მაგალითად yo compro las flores a mi madre, მე ვყიდულობ ყვავილებს დედას. მაგალითად იქნება yo se las compro, იმიტომ რომ las იქნება flores, ყვავილების და ასე ვთქვათ, la იქნება madre. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბაზა რო გაიგოთ. შემდეგ ეს არის უკვე კილოები ეს არ არის აქცენტი, კილოები არის თხრობითი არის როცა 9 ზმნის დროისგან შედგება, მოგეხსენებათ. ამ 9 ზმნის დრო ძალიან მნიშვნელოვანია ბერტ დონემდე რო ავიდეთ. პირველი 6 დრო კიდე ნაციონალიტეტისთვის არის, რომელიც ჩემ მეორე წიგნში არის და მის გამოხატავს რეალურ შესაძლებლობას. მეორე არის modo subjuntivo, შესაძლებლობითი კილო, რომელიც გამოხატავს შესაძლებლობას და რაღაცა არარეალურს. ის შედგება 5 ზმნის დროისგან და ეს უკვე ბერტი B2 და არის modo imperativo, რომელიც მხოლოდ 1 ზმნის დროისგან შედგება, თუმცა ის გამოხატავს რჩევას, ბრძანებას და თხოვნას. რაც შეეხება ზმნების სახეობებს, შეგახსენებთ, რომ არის 3 ტიპის ზმნა. ეს არის წესიერი ზმნები, არიერის ჯგუფი, ხაჭაპურის მეთოდით შეგიძლიათ გადახედოთ. არაწესიერი ზმნები 3 ჯგუფის არის, მაგალითად პირველი, რომელსაც აი პირველი ფორმა აქვს მარტო, არაწესიერი დანარჩენი წესიერის დაბოლოებები აქვს, მაგალითად რო აიღოთ 100 ფურცელს და რო დაწეროთ და ნახოთ, მიხვდებით, არის ზმნები, რომლებსაც ვოკალური ხმოვნური ცვალებადობა აქვს, მაგალითად დორმირი, რომელიც ძალიან ბევრჯერ იცვლება და არიან არაწესიერი ზმნები, რომელიც უბრალოდ უნდა დავიზეპიროთ. რაც შეეხება უკუქცევით, ეს არის უკუქცევით, ეს არის მატყუა რა, წესიერი ზმნა არის ჯგუფის, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ესა ჩემ მეორე წიგნში არის და ასევე მე-16 გაკვეთილში. აქ რა ხდება, მაგალითად, ანუ პირის ნაცვლსახელს ემატება ირიბი ნაცვლსახელი და შემდგომ წესიერი ზავით უნდა ვაუღლოთ. ცეზე დაბოლოებით ხვდებით, რომ ეს არის
ასე ვთქვათ, უკუქცევით და არის მისი წესიერი და არაწესიერი. ეს დეტალებში მქონდა მე ახსნილი ერთ-ერთი ლაივ ჩართვა, შეგიძლიათ ნახოთ. რაც შეეხება ბოლოს, უნდა იცოდეთ 30 მშვენივის უღლებაში, სანამ ენას დაიწყებთ და დროების სწავლას, ელემენტარული ფრაზები და პლუს ამას 100 პირველი საბაზრო სიტყვა, რომელიც უფასოდ გამოვაქვეყნე. მოკლედ 53 გაკვეთილი ვფიქრობ, რომ გამეორებითი იყო და ვფიქრობ, რომ ეს უნდა გცოდნოდათ. შემდეგ გაკვეთილისთვის ვფიქრობ, ვისაუბროთ უკვე ჯობია კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც უკვე ჩემი 10 მეორე წიგნიდან დავიწყებ ხელმძღვანელობას. დიდი მადლობა აქამდე რომ მომყვებით, მადლობა რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, აზიარებთ და მე ვფიქრობ, რომ უნდა გაგრძელდეს გაკვეთილების ჩაწერა, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ კვლავ სასწაული. და ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ ესპანური ენის ცოდნა არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ 500 მილიონი ადამიანი საუბრობს 33 ქვეყანაში არის ოფიციალური ენა და ასევე შეგახსენებთ, რომ 27 ასობგერისგან შედგება და არა 29 ცხისგან, როგორც ყველას გონია. მე ვიყავ ლუკა როსტომაშვილი, muchas gracias და აქვე დავამატებ, რომ სამ დაგამშვიდობებით არის სამი დამშვიდობების ფორმა, hasta luego, adiós და hasta ahora. Რახაც მალე შევხვდებით, ამიტომაც მე გეტყვით hasta luego. ნახვამდის.